ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფარცხმის მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას დანაპირები გარე განათების გაკეთებას თხოვს. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი ჩოხატაურიდან. გარე განათება ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემაა ზემო ფარცხმაში, რომლის გადაჭრასაც ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს. მრავალგზის დაპირებისა ზემო ფარცხმის ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანი კვლავ ქუჩის განათების გარეშეა დარჩენილი. ზამთარში არის მაგალითად მკლებია, რაღაცეებია, უჭირია გარეთ გამოსვლა. კარგი იქნება თუ სხვაგანაა სინათლეები, რა ჩვენ დავაშავეთ. როცა იყო ამის უამრავი დაპირება. რომ შემოვალ იქიდან ძალიან კარგია მთავარ ტრასაზე რო არის, მაგრამ აქეთ რო შემოხვალ, რო ადიხარ, აღმართია, ხო უნდა გავინათოთ ნორმალურად. თუ კი სხვა ადგილებში შეიძლება და მიეკუთვნება სხვა ადგილებით სოფლებს. შეიძლება რომ აქაც გაკეთდეს 1-3 ნატურა მაინც. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზემო ფარცხმის მოსახლეობის ამ მოთხოვნის მოსაგვარებლად მუშაობენ. ყველანაირად ვეცდებით, რომ გარე განათების პრობლემა რაც აქვს მოსახლეობას მოუგვაროთ. სოფლის პროგრამები ჯერ არ დაწყებულა და თუ დაუშვათ სოფლის პროგრამებთან დაკავშირებით, როცა იქნება შეხვედრები და მოსახლეობა დაასახელებს, რომ უნდა გაკეთდეს გარე განათება სოფლის პროექტით, რასაც მიანიჭებს მოსახლეობა უპირატესობას, მოხდება იმის და მიხედვით ამ პრობლემის გადაჭრა. უნდა ვივარაუდოთ, რომ გარე განათების გაკეთება იმ პრიორიტეტთან ნუსხაში ჩაისმება, რომელიც წელს ზემო ფარცხმაში სოფლის მხარდამჭერი პროგრამით მოგვარდება.